ვის ეწყენინეთ ბოლოს? აქეთ მაწყენინებენ თუ რაღაც არის არავინ. და თქვენ ვინ გაწყენინეთ ბოლოს? ვერავინ ვერ მაწყენინებს. რატომ? რავი, არ არის ასეთი ტიპი, რომ ვიღაცა მაწყენინოს ან რაღაც. არ გწყინთ ხოლმე თუ უბრალოდ ძლიერი პიროვნება ხართ? არც ვარ ეგეთი. კი, ძლიერი პიროვნება ვარ. ეწყენინეთ ბოლოს? ვის ვაწყენინე ბოლოს? დედას. შეგიძლია მითხრა რა ეწყენინე? თმის შეღებაზე ვარ მითხრა და მაინც შევიღებ. შეირიგე? კი, მარტივად? ცოტა რთული იყო, მაგრამ მაინც შემირიგდა. ხო არ მიმართავდი დედას კამერაში? ბოდიში დედა, როცა შევიღებე შეინებართვის გარეშე, სავარაუდოდ კიდევ ვიზავ. მაგრამ მიყვარხარ. ვის ეწყენინეთ ბოლოს? არ მახსოვს, ალბათ დედა ჩემს. ხომ არ შეგიძლიათ გაიხსენოთ რა ეწყენინეთ? ცოტა ზედმეტი დავლია. როგორ ირიგებთ ხოლმე დედას, როცა ეწყენინებთ? ვეფერები ხოლმე. ვის ეწყენინეთ ბოლოს? მე ამას ვაწყენებ. რა ეწყენინეთ? ბოლოს აი არ ვიცი რა, ცუდად უთხარი რაღაცა უყვირი. მერე როგორ მოგვერდით? რა ვიცი, აი ორივეს ღიმილი გვაქვს ახეზე და ყველაფერი წარსულში ვარ და მეტი არა. წყვილი ხართ? კი. ხშირად კამათობთ ხოლმე? ცდილობთ რომ სიხშირეში არ გადავიდეს, მაგრამ კი ხშირად გამართობთ. თქვენ ვინ გაწყენინეთ ბოლოს? დამა. აი ის მომენტი იყო მე რომელსაც ვიხსენებდი რა, აქტივად ერთმანეთს ვაწყენებ. ხო, დღეს წეღან. და ლამაზები ხართ და წარმატებებს გისურვებთ. ვის ეწყენინეთ ბოლოს? რა ეწყენინე, შეგიძლია მითხრა? დედას გეფიცებით უმახსოვდეს. მართლა არ მახსოვს. როგორ შეირიგე? სიყვარული აუხსენი. იქნებ მას ახსოვდა, შეგიძლია დაუწახო. თქვენი მეგობარი თუ შეყვარებული? ცოლი, თქვენიც ქმარი ამბობს, რომ რაღაც გაწყენინათ ძალიან და არ ახსოვს რა იყო და თქვენ ხომ არ გახსოვთ? დღეს თუ მეც არ მახსოვს. თან ამბობს, რომ ძალიან გაწყენინა. უშენ ხოვის კუბეთ. არ მახსოვს. რის გამო? არც მე არ მახსოვს და მაგია. არ გახსოვს? იქ უნდა წასულიყო. უნდა წასულიყო მუხრანში. თავის მას უნდა წაიყვანა და ეგ არ მითხრა. ვის მიყავდა და მაგაზე გაუბრაზდი. მანუ ფეხი ჩორი იყო იქიდან და თავის სოფლიდან და მუხრანში უნდა წასულიყო და მეთქი არ წახვალ მეთქი უთხარი და ხშირად კამათობთ ხოლმე? არა. იშვიათად ძალიან. ეჭვიანი ხარ? მე? არა. არის ხო? არის ეჭვიანი ხო? კი. ძალიან? არა, არა. შენ? არა. როგორ? რაღაცა ვერ გავიგე. ნუ არც ისე რა. ვინ გაწყენინეთ ბოლოს? ჩემო მეგობარმა. შეგიძლიათ გაიხსენოთ რა გაწყენინათ? უბრალოდ მითხრა მეგობრობა აღარ უნდა და მას შევუვიდი უკვე. რატომ აღარ უნდა და მეგობრობა? რა არგუმენტი ჰქონდა? ბავშვმა დაიყოლიესო რაღაცა ვერ იყო კარგად და მადა ტულამდეც მივიდა ეგ საქმე ბოლოს. როგორ შერიგდით? უბრალოდ იმ გოგოებს დაშორდა და ბოდიში მოიხადა რომ მიხვდა თავის შეცდომას. თქვენ ვის აწყენინეთ ბოლოს? ბებია ჩემს. რა აწყენინე, შეგიძლია გაიხსენო? არ ვიმეცადინე და ბოლოს მაინც ცუდი ხულა მივიღე. ვის აწყენინე ბოლოს? ბოლოს ჩემ დაქალს. შეგიძლია მოყვერა აწყენინე? ჩემ დაქალს აწყენინე რომ ან სხვა საერთოდ წავედი, მაგას საერთოდ აღარ წავედი და ეგეწყინა. ინანე? კი, ცოტა. როგორ შემოირიგე? არა, უბრალოდ ანუ ერთი ცოტა ხნის წენა იყო და ეგრევე შემოვირიგეთ მე ერთმანეთი. როგორ ირიგებ ხოლმე ადამიანებს, ვისაც აწყენინებ? თბილი სიტყვებით აღარ, ნამდვილი სიტყვებით, ანუ ეხა ეს ტყუილად არა რა. ვის აწყენინეთ ბოლოს? I don't recall anything. არავის. თქვენ ვინ გაწყენინეთ? არავის, რა ვიცი, ბატონო? თქვენ ვინ გაწყენინეთ ბოლოს? არავე. არ გახსენდებათ? ბოლოს არანდა ხა წლების წინ უკვე არ იცვლება. რამე ისეთი დიდი წყენა გახსენდებათ წლების წინ, აი ეხლაც რომ გახსოვთ ისეთი. კი. ხომ არ მოგვიყვებით? მეგობრისგან იყო, ასე რომ მივუტევე ველაპარაკები, მაგრამ ვერ ვივიწყებ.
აპატიეთ, მაგრამ მაინც გახსოვთ? აპატია, მაგრამ მაინც მახსოვს, კი. რა თემაზე იყო, ხომ არ შეგიძლიათ რომ მითხრათ დაახლოებით კონკრეტიკის გარეშე? ეს იყო რაცა თქვა ჩემზე, ისეთი რაც არ უნდა ეთქვა. მაგრამ თვითონ მომიხადა ბოდიში და მე ამისთვის ვაპატია. აღიარა რომ თქვა და ამიტომ ვაპატია. ახლაც მეგობრები ხართ? მეგობრები არ ვართ, მაგრამ ამხანაგები ვართ. ვისაც ყენინეთ ბოლოს? ვის ვაწყენინე ბოლოს? რა ვიცყენით? არ ვიცი, დიდი ხანი არავის არ მწყენინებია, მაგრამ თუ ვაწყენინე, ბოდიში მინდა მოვხადო. თქვენ ვინ გაწყენინათ ბოლოს? მე ბოლოს ერთმა გოგომ მაწყენინა, მაგრამ დიდი ხნის წინ იყო. არ მოგვარებულა ეგ წერა თქვენ შორის? რავი, იმან დაიკიდა და მე კიდე ვეჩევეგუე და დრო წავიდა. აი რას ეთყავდი მაგალითად ახლა? რა ვიცი, განსაკუთრებულს არაფერს, უბრალოდ მგონი ჯობია კიდეც ისე როგორც ახლა ვართ. შეყვარებული იყავ? არა, არც ასონყოლია. რამდენი წლის ხარ? რამდენი წელს გავარ? 19. ბოლოს ვისაც ყენინე? ბოლოს? უნდა დაფიქრდე რავი. ალბათ ბევრს. შეიძლება დედას, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად მასთან მაქვს კონტაქტი და ძალიან ბევრი რაღაცა მეშლება. მაგრამ იმედია ნელ-ნელა დროსთან ერთად გამოვასწორებ. ნანობ ხოლმე? კი, იმიტომ რომ ფიქრი არ ვიცი ლაპარაკის წინ და რაღაცა უხეში წამომსება და მე რო ხედავ როგორ წინს, აი ვცდილობ რომ რაღაცნაირად გამოვასწორო რა. ასე რომ იმედია რამეს მოახერხებ. როგორ ახერხებ ხოლმე შერიგებას? შერიგებას? შეიძლება მივიდე და ჩავეხუტო, მაგრამ ეგეთი არ ვარ, ასე ვთქვათ, გამომხატავი ვერ ვარ. ან ზოგჯერ სიტყვებიც არაა საჭირო, ისე უახლოვდებით ერთმანეთს ხოლმე და ასე რომ არ გვაქვს პრობლემა ბოდიშის მოხდაზე და ეგეთ რაღაცებზე, ძალიან უგებთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ისეთი აზროვნება გააჩნია დედაჩემს და ისეთი მენტალიტეტი, რომ აი ძალიან მიგებს რა. შესაბამისად ერთმანეთს ძალიან უგებთ. ძალიან კარგია. ხომ არ გაიხსენებ რაიმე კონკრეტულს, რაც აწყენინე და მერე ინანე? კონკრეტულს? ესე კონკრეტულად არ მახსენდება, იმიტომ რომ მშობელია, რავი, დედაშვილი ვარ და ხშირად მოგდის კამათი. ასე რომ კონკრეტული რაღაცა არ მახსენდება, იმიტომ რომ ახლა ყველა წყენინება ერთი და იგივენაირად ემოციურია რა. ვის აწყენინეთ ბოლოს? ვის? წყენებით როგორ ავთქვა, მაგრამ ძალიან გულით საყვარელ ადამიანს კი არ ვაწყენე უბრალოდ, რა ვიცი, გაიბუდა. მაგრამ ნანობ რა. რაზე გაიბუდა? სულ არაფრის გულზე. ხომ არ შეგიძლიათ მოგვიყვეთ? მარტო იმას ვიტყვი პატიებას თქო, მიხვდება თვითონ. შეგიძლიათ კამერაში მიმართოთ და მოუხადოთ ბოდიში. ბოდიშს გიხდი, ჩემო ძვირფასო. თუ რამე გაწყენე, მიხვდები ალბათ მე ვინ ვარ. ყველაზე ძვირფასი ხარ ჩემთვის და ბოდიშს ვიხდი სახალხოდ, მაპატიე. მიხვდება თვითონ. თქვენ ვინ გაწყენინათ ბოლოს? ძვირფასმა ადამიანმა, კალბატონმა. იმავე ადამიანმა, ვისაც მიმართეთ? დიახ. ერთმანეთს ვაწყენინეთ. განებუტა სულ არაფრის გულზე, არ მინდა რომ თქვა, უბრალოდ მიხვდება. ბოდიშს ვიხდი. კი ბატონო. და რა ვიცი, თუ შევრიგდებით, კარგი იქნება, უფალი ამბობს. ერთ ლოყაში, როცა გაგარტყავენ, მეორეც უნდა მეუშვირო. ვის აწყენინეთ ბოლოს? ბოლოს საკუთარ თავს. რა აწყენინეთ საკუთარ თავს? რა ვიცი, ბევრი რამ. ხომ არ შეგიძლიათ მაგალითი რომ მოიყვანოთ? არ დავკონკრეტები. და სცადეთ საკუთარი თავის შერიგება? მე რამ. არ გაპატიათ თქვენმა თავმა? ეთყობა ძალიან აწყენინეთ, ხო? გისურვებთ რომ საკუთარ თავს აპატიოთ. წარმოიდგინეთ.